ვაგრძელებთ გადაცემას არაჩვეულებრივი თემით. ჰორმონების ქარიშხალს უწოდებენ ექიმები იმ მდგომარეობას, ფიზიოლოგიურ მდგომარეობას, რომელსაც კლიმაქტერიულ პერიოდში განიცდიან ადამიანები, ძირითადად ქალბატონები. აქვე გვინდა ვთქვათ, რომ კლიმაქსი დაავადება არ არის, ეს არის გარკვეული ეტაპი ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც აუცილებლად გასავლელია და ის მოასწავებს რეპროდუქციული ფუნქციის გაქრობას. კი ბატონო და ამ თემასთან დაკავშირებით არაჩვეულებრივ სტუმრებს. ყავს ძალიან კარგი სტუმრები, თამარ მაღულარია, რომელიც გახლავთ რეპროდუქტოლოგი და კლინიკა GGRC-ის დირექტორი და ემბრიოლოგი ქალბატონი ნინო მუსერიძე. მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან ამ თემაზე სასაუბროდ. როგორ გძანდებით? კარგად, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მე მგონი რომ ეს თემა ყოველთვის საინტერესო იქნება ყველა ცხოვრების ეტაპზე, რადგან ეს თუ არ გავიარეთ, ესე იგი ძალიან ადრეულად დავტოვეთ ცხოვრება. ამიტომ რეალურად ყველას ეხება. ქალებსაც და კაცებსაც, იმიტომ რომ რაღაცა ამ თემაზე ლაპარაკი მხოლოდ ამ თემაზე ყოველთვის ქალთა პოპულაციაზე ხდება ხოლმე. რატომ ხდება ეს? უფრო განიცდიან, უფრო მწვავედ უფრო მწვავედ და უფრო პოპულაციაში უფრო მეტ შემთხვევაში არის ხოლმე. გამოვლინება მეტი აქვს. შესაბამისად, კაცთა პოპულაციაში უფრო ნაკლები პროცენტია ხოლმე, ამით დაუშვათ გამოვლინებით შეწუხებული. აქედან გამომდინარე, ქალბატონი თამარი ზუსტად გვეტყვის დაუშვათ, რა პრობლემები ექნებათ ქალბატონებს, რა პრობლემები შეიძლება განვითარდეს წყვილში მამაკაცებთან, მაგრამ ჩემი აზრით ეს პერიოდი ყველას ექნება და იმედი მაქვს რომ ყველას ექნება და ყველა ძალიან კარგად გადაიტანს და არ იქნება არანაირი ქარიშხალი. ანუ შესაძლებელია ესეც გადატანა? რა თქმა უნდა, აბსოლუტურად შესაძლებელია და სწორედ ეს არის ჩვენი თვითონ კლინიკის იდეა, რომ ეს ქარიშხალი არ მოხდეს არავის ცხოვრებაში. ჩვენ გვაქვს უფასო პროგრამა სწორედ ამ ქალბატონებისთვის, რომ ქალბატონები მარაოს გარეშე. ანუ რეალურად ტემპერატურული რეაქცია იქნება თუ ქარიშხალი თავიანთი ჰორმონების თუ მგრძნობელობის მომატება თუ ნერვიული სტრესი, ეს ყველაფერი შეუმსუბუქოთ და ქალი, როგორც ასეთი, აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ფეხზე მდგარი უკვე მყარად, იმ პერიოდში სწორედ, როდესაც ეს პრობლემა დგება ხოლმე, არ იყოს ეს მისთვის პრობლემა, აბსოლუტურად ყოველგვარი ქარიშხლის გარეშე გადავიდეს ამ პერიოდში და ძალიან კარგად გაიაროს სწორედ ის ქარიშხალი, რომელსაც თქვენ დღევანდელ დღეს კლიმაქტერულ პერიოდს უწოდებთ. ქალბატონ თამარ, რამე გკითხოთ, ახლა ნინო აღნიშნა, რომ ეს გარდაუვალია და ღმერთთან უკნას, რომ ვიღაცამ ეს არ გაიაროს. ესე იგი, საუბარია სიმპტომებზე და საკუთრივ ამ მდგომარეობაზე. რა განსხვავება და როგორ გადავიტანოთ მარტივად? მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. ძალიან კარგად აღნიშნეთ ახლა ქალბატონმა ნინომაც თქვენს, რომ ეს ყველაფერი არის გარდაუვალი. არ შეიძლება ეს პერიოდი გამოვტოვე, ესე იგი არ მქონდა ეს პერიოდი, ეს არ არსებობს. უბრალოდ გამიჯვნა უნდა მოვახერხოთ იმისი სიმპტომები, გამოხატულება ამ ასაკში, რომელსაც ქვია კლიმაქტერული სინდრომი. ვის როგორ აქვს ის გამოხატული? არსებობენ ის ბედნიერი გამონაკლისები ქალბატონებისა, რომელიც იტყვის, რომ მე ეს პერიოდი ისე გავიარე. საერთოდ არ მიგრძნია, რა ხდებოდა. სამაგიეროდ არსებობს მეორე კატეგორია, რომელმაც იმდენად მძაფრად აღიქვა ეს ყველაფერი, რომ ნახეთ ფსიქიატრის ჩართულობაც კი დასჭირდა. იმიტომ რომ ხანდახან ყოფილა ხოლმე, რომ შვილს დედა მოუყვანია და უთქვია, რომ აი ისე შეიცვალა დედაჩემის ხასიათი, რომ აი სუიციდალური მცდელობებისკენ მიდრეკილებაც კი დავაფიქსირეთ. აი ამ პერიოდში ქალს ძალიან უნდა მოფერება ოჯახიდან, იცით? უფრო ესეთი სათუთი მოპყრობა და არა ესეთი ხელის ერთი აქნევი თქმა, რომ ოხო, კარგია ეს კლიმაქტერული პერიოდია, ეს ყველას ჰქონდა და გაივლის. რა თქმა უნდა გაივლის, ოღონდ ამას თავისი გარკვეული მაგრამ აი ხასიათის ცვლილებები გავიგეთ და კიდე რა ნიშნები არის? რითაც მივხვდებით, რომ ამ პერიოდზე უკვე როგორ არის მენოპაუზალური პერიოდი, სანამ დადგება, ანუ კლიმაქტერული პერიოდი, სანამ დადგება, მოდის რაღაცა პერიმენოპაუზალური პერიოდი. ამ პერიმენოპაუზალურ პერიოდში ქალი ხანდახან ამბობს, რომ მე რაღაცა ძალიან ხშირად მინდა, რომ არაო მეჭიროს ხელში. ხშირად არის ისე, რომ ღამე შფოთავს, თითქოს აი კარგად არ ძინავს. აი ეს ძილის ეტაპი ქონდა მშვენიერი, კარგი დაალაგებული და რაღაცნაირად აღმოჩნდა, რომ ეხლა უკვე ეს უძილობებით ის არის ძალიან შეწუხებული. გარდა ამისა, ამას მოყვება შემდეგ ისეთი სიმპტომების რაღაც ერთობლიობა, როდესაც ის სქესობრივი ურთიერთობის დროს გარკვეულ დისკომფორტს განიცდის, რომელიც სიმშრალესთან არის ასოცირებული და რა თქმა უნდა ეს მეუღლეს ძაბავს ძალიან. ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის
რაღაცა მუდმივად იმ სიტუაციაში რომ ყოველთვის რაღაცა არაფრის სურვილი არ აქვს და ეს ასოცირებულია მარტო იმასთან კი არა რომ ვთქვათ ეს მტკივნეულია ამ შემთხვევაში ურთიერთობა სქესობრივი. გარდა ამისა აქ არის უკვე რაღაცა ლიბიდოსთან ასოცირებული სიტუაცია, რის გამოც მას სურვილიც ეს რაღაცა გარკვეული მოთხოვნილებების სქესობრივი აქტივობის და ურთიერთობისა არ აქვს. და ყველაზე უფრო სერიოზული გართულებები ამ მდგომარეობისთვის არის უკვე ის, რაც პოპულაციაში ვიცით, მენჯვარძაყის მოტეხილობა, უნებლიე მოტეხილობა ხერხემალში. ეს კალციის რაღაცა კალციუმის დაღლებების გამო სისტემის სერიოზული პრობლემებით გართულებები, მეტაბოლური დარღვევები, შაქრიანი დიაბეტის გამოხატულების სიჭარბე ამ შემთხვევაში, ანუ პროცენტულად უფრო ხშირად არის ხოლმე ამ პერიოდში და ეგრეთ წოდებული, აი, როდესაც უკვე გადავაბიჯე 40 და ვამბობ, აი, მე ამ წონამ დამყალა რა არ ვეცადე, მაგრამ წონის დაკლება ვერ გვექნება. თამარ, იცით რა მაინტერესებს ახლა ჰორმონები ახსენეთ? ეს ძირითადად განპირობებულია მართლა ჰორმონალური დისბალანსით, თუ ზოგჯერ შეიძლება ფსიქოლოგიური საფუძველიც კონდეს და ეჩვენებოდეს ქალს, რომ აი მე დამთავრდა ცხოვრება და ამიტომ იყოს დეპრესიული და ცუდ ხასიათზე. ძალიან ისეთი რთული კითხვა, ქაუტონო ირმა, იმდენად რამდენადაც რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური დარღვევები თანსდევდეს რაღაცა პერიოდში ადამიანს, განმაპირობებელია თუ თანსდევია, მაგრამ ეს განმაპირობებელი არასოდეს არ არის ხოლმე, იმიტომ რომ განმაპირობებელი არის ზუსტად ის, რასაც ქვია საკვერცხის ფუნქციონალური აქტივობის დაქვეითება. ჰორმონალური რასაკეთებს ხო საკვერცხე გამოიმუშავებს ჰორმონებს და გარდა ამისა ამწიფებს კვერცხუჯრედს. ჰორმონი ეს არის ესტროგენი, ეს არის პროგესტერონი. ჯერ მოდის შედარებითი დეფიციტი პროგესტერონის, ამიტომ თითქოს გადაფარულია ესტროგენით, იმიტომ რომ ჩვენი ის გორმონალური სამყარო, რომელსაც ჰიპოფიზი ჰქვია, ის ცდილობს რომ მაქსიმალურად იმუშაოს, რომ გამოიმუშაოს ამ საკვერცხემ რაღაცა თავისი ფუნქციები შეასრულოს. ამიტომ ესტროგენის გამოყოფა სულ უფრო პერმანენტულად გრძელდება და გრძელდება, რასაც ჰიპერესტროგენია ჰქვია. ჰიპერესტროგენიას კიდევ შეიძლება მოსდევდეს ისეთი სერიოზული გართულება, რასაც ჰქვია საშვილოსნოს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, პოლიპოიდური გადაგვარება და ასე შემდეგ, რომელიც რა თქმა უნდა მოითხოვს კიდე შესაბამის. და თქვენ რომ დასაწყისშივე გამიჯნეთ, რომ არიან ქალების ნაწილი, რომელთაც საერთოდ არაფერი მსგავსი არ შეაწუხებთ, არის ნაწილი, რომელსაც აი ეს რაც ჩამოთვალეთ, შეიძლება ძალიან მძაფრად განვითარდეს. ხო, იმათაც ხეითებათ ჰორმონები. რაზე არის დამოკიდებული და როგორ აიციოს თავიდან? ან თუ შეიძლება რომ შევემზადო დასაწყისშივე რაღაცნაირად, რომ საერთოდ არ დამემართოს მსგავსი არაფერი. ესეთი სიტუაცია რა თქმა უნდა იშვიათია, მეთქი მე თავიდანვე ვახსენე, მაგრამ რაზეა დამოკიდებული? ძირითადად იცით რაზეა დამოკიდებული? როდესაც ჰორმონალური სეკრეცია ნელ-ნელა ხდება ნოლისკენ, ნოლდება. ანუ სწრაფად კი არ ხდება ესტროგენის დეფიციტი, არამედ უფრო მდორედ მიმდინარეობს ეს პროცესი. ამ შემთხვევაში ადაპტაცია ორგანიზმისა, რომ აი ამ სიმპტომების გამოხატულება ესეთი მძაფრი არ იყოს, უფრო ადვილია ხოლმე. ნახეთ, როდესაც დავასრულებ იმით, რომ როდესაც ქალბატონს მოუწევს ამ ასაკობრივ პერიოდში ან ცოტა უფრო ადრე, ორივე საკვერცხის ამოღება. წარმოიდგინეთ, არც ერთი საკვერცხი არ აქვს ქალბატონს, ესე იგი არ აქვს მას შესაბამისად არც ესტროგენი, არც პროგესტერონი. ანუ მეორე დღესვე, როგორც კი ის გაიღვიძებს პალატაში, უკვე გარკვეული ჩივილები შეიძლება წარმოადგინოს. აუცილებელია ჰორმონოთერაპია, იმას რომ აუცილებლად ამ ქალბატონს უნდა დავეხმაროთ, იმიტომ რომ ნახეთ, რომ არ შექმნილიყო ინსულინი. და ეს როგორ შევემზადოთ? მილიონობით ადამიანი ინსულინ დეფიციტის გარეშე დაიღუპებოდა. ამიტომ ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია ეს არის ის გარდაუვალი პრევენციაც და მკურნალობაც იმ ესტროგენ და პროგესტერონ დეფიციტური მდგომარეობისა, რასაც კლიმაქტერულ პერიოდში განიცდის. თუმცა ძალიან ეშინია ყველას ამისი. საქართველოში განსაკუთრებით ყველას ეშინია. მე ვარ არ მივიღე ჰორმონები, იმიტომ რომ ინფორმაციას, რასაც დღეს ჩვენ ვაწვდით, ეს ძალიან ეხმარება ყველას, რომ ამის არ შეეშინდეთ. აი ჩვენთანაც მაგალითად არჩევითი პრეპარატები გვაქვს. რა თქმა უნდა, არის ფიტოესტროგენები, ისედაც ყველა ანუ ყველაფერი მიღებულია რეალურად მცენარეულიდან, ხო? მაგრამ ნახეთ, ჩვენც გვაქვს არჩევითი პრეპარატი, ანუ შეიძლება იყოს დაუშვათ ფიტოესტროგენი და უფრო მშვიდად შეიძლება გადავიდეს ქალი აი ამ პერიოდში და მერე შეიძლება დასჭირდეს თუნდაც ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპია, მაგრამ ნახეთ, თქვენ რომ ახსენეთ, რომ როგორ გადადისო, ძალიან ბევრი ადამიანი სხვა შორის თვლის, რომ რო არ დაბერდეს, ეხა მესამე ან მეოთხე შვილი უნდა გავაჩინო. ჩვენ ყავს ესეთი ადამიანები სხვათა შორის, აი
მიაღწია 48-49 წელს ყავს შვილები და უეცრად ჩნდება ეს აზრი რომ მე უფრო ახალგაზრდა ვარ. ეს მართლა ახალგაზრდავებს ნინო? იცით რა, ალბათ ფსიქოლოგიურად. თუმცა ფიზიოლოგიურადაც ახალგაზრდა ხდება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ჩარევა გვჭირდება იმისთვის რომ ამ ქალს დავუბრუნოთ 38 წლის დროს არსებული ესტროგენი, ხო? ანუ დროს უწევთ უკან, მაგრამ ნახეთ ქალბატონმა თამარმა ახსენა, ონკო დაინტერესება, ამას ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც გადადის ის აბსოლუტურად ასაკთან მიმართებაში სწორად და ეს ყველაფერი არ არის როგორც ქარიშხალი მისთვის, მაგრამ ფსიქოლოგიურად გრძნობს, რომ მე ვერდები და მინდა რომ უფრო ახალგაზრდა ვიყო და აი ახლა მე შვილს გავაჩენ, ზუსტად ეს პაციენტები გვყავს ჩვენ, მე და ქალბატონ თამარს ერთად და არაერთი ნამდვილად შვილი არ არის გამოსავალი. მას შეუძლია აბსოლუტურად ახალგაზრდად იგრძნოს თავი, ის ფსიქოლოგიური მომენტიც მოიხსნება აბსოლუტურად, თუ ის დათანხმდება იმ თერაპიას, რომელიც არსებობს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი შესაძლებელია ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიით, აბსოლუტურად ის ფსიქოლოგიური მომენტიც მოიხსნას ქალს, აბსოლუტურად სწორად და კარგად შევიდეს და თავაწეული შევიდეს იმ პერიოდში, რასაც ქვია სწორედ ჰორმონების ქარიშხალი. თავაწეული. არ მოერიდოს ამაზე საუბარი, არც იქიმთან მისვლა და ასე შემდეგ. აი მაინც ნაადრევი რომელია და რადაირად აი მან მომიკითხა პრევენცია როგორ შეიძლება ამისი. აი ხო ითვლება ზოგჯერ ნაადრევი კლიმაქსი. ნაადრევი განრევის სინდრომითაც მოდიან გოგონები, რომლებსაც მაგალითად არ შეუძლიათ შვილი გააჩინონ 23-24 წლის ასაკშიც. ეს უკვე კლიმაქტერიული. ეს უკვე არსებობს ის პერიოდები, როდესაც მაგალითად პოსტკასტრაციული სინდრომი ქვია ამას, როცა ოპერაციული ჩარევით 22-23 წლის გოგონა შეიძლება საკვირცხის გარეშე დარჩეს. ეს არის სიმსივნეების შემთხვევაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ასეთი პაციენტები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომლებსაც ადრეულ ასაკში აქვთ ეს პრობლემა დამდგარი და რეალურად როცა მოდის პაციენტი მაგალითად ქალბატონ თამართან, ხო? ის არ არის მარტო რეპროდუქტოლოგი, ის არის ფსიქოლოგი, ის არის მეანგინეკოლოგი, ის არის ყველა ანუ ტიპის ექიმი, რომელიც მუშაობს ამ ქალბატონთან. ექიმი ასეთი უნდა იყოს, აი. მე ვფიქრობ, მე მოვიხიბლე უკვე ქალბატონ თამარით პირველად შევხვდი დღეს, მაგრამ დიდი მადლობა ამისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის და უბრალოდ დავასრულებ იმითი, რომ იცით ქალბატონმა ნინო მართლა სწორად აღნიშნა, რომ 48 წლის ასაკში კიდე ერთი შვილის გაჩენას, აი ახალგაზრდობის დაბრუნების ელფერისთვის აკეთებს. თუმცა ეს იდეა ფიქსი არ შეიძლება იყოს, თუმცა მას ობიექტურ საფუძველი ნამდვილად აქვს იმაში, რომ ჰორმონის სეკრეცია, რომელსაც გარედან ვაწვდით, თუ თვითონ ორგანიზმი გამომუშავებს უკვე ორსულობის დროს, ნამდვილად დებს იმ კარგ ვიზუალურ და იმ კარგ ჯანმრთელობის საფუძველს, რასაც ესტროგენის და პროგესტერონის ერთობლივობა იქნება შემდეგ. ამას ესეთი ხანგრძლივი ეფექტი, რა თქმა უნდა, არ ექნება, მაგრამ რაღაცა დროებითი ხანგრძლივებისთვის ეს ერთ-ერთი ასე რომ ვუსურვოთ ქალბატონებს წარმატება ამ გზითაც და ყველანაირად თქვენი დახმარებით ყოფილი კარგად იქნება. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ვიყავით, ყველაფერი ამომწურავად გავიგეთ. მათ შორის მეც რომ ეს დაწყვეტილი ყურებით გისმენდით ყველა დეტალზე. ეხლა ვნახოთ პატარა რეკლამა და დავბრუნდებით ძალიან კარგ სტუმართან ერთად. დაგველოდებით.